თუ ჩახვალ რერ A, ანუ წითელ ხაზზე და ამ სადგურზე ამოხვალ პირდაპირ დისნეილენდის მთავარ შესასვლელთან აღმოჩნდები ზედმეტი ხარჯების გარეშე და თუ ერთკვირიანი პასიც გექნება, რასაც წინა ვიდეოში ვისაუბრე, ფაქტობრივად აღარაფრის გადახდა აღარ მოგიწევს გზავრობაში. დისნეილენდში წასვლამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ პარკში დასაშვები ნივთების სია მკაცრად კონტროლდება და ჩამართმეული ნივთები უკან არ ბრუნდება. აკრძალულია შტატივები, სადგის ჯოხები, დრონები და ნებისმიერი შორიდან მართვადი სათამაშო, ასევე ხმაურიანი ინსტრუმენტები, ალკოჰოლი და შუშის ბოთლები. მე აკრძალული ნივთებიდან არაფერი თან არ მქონია, მაგრამ დისნეილენდისთვის სრულად მოუმზადებელი მივედი. არც გეგმა, არც რაიმე ინფორმაცია ღონისძიებებზე, არაფერი მაგდაგვარი, მივედი ასე ბედის სინაბარა, რაც ძალიან არაპრაქტიკულია, როცა ინფორმირებული ხარ ბევრ რამესაც ასწრებ, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი სურპრიზივით იყო აქ ჩემთვის, აი ორმაგად, სამაგად ემოციური. მაგალითად, რომ მივედი 12 ხდებოდა და თურმე ზუსტად 12-ზე იწყება პარადი. კოსტიუმირებული გმირებით, ანტიგმირებით, დისნეის გრანდიოზული დეკორაციებით. ხალხი რიგში იდგა და მეც უბრალოდ ცნობის მოყარეობისთვის ჩავდექი, წარმოდგენა არ მქონდა რას ელოდნენ. პარადის შემდეგ, რა თქმა უნდა, ურჩხული და მზადუნახავის ჯადოსნური კოშკისკენაც გავემართეთ, სადაც კიდევ უფრო საოცარი ნაწილი იწყება პარკის. ატრაქციონებისა და თემატური ზონების ნაწილი, რომელთაგანაც რამდენიმე მოვასწარი კიდეც. ერთ-ერთ სასაჩუქრე მაღაზიაში კი უცნაური დროდების ქუდი ვიყიდე, რადგან ჰელოუინი იყო და პრინცესობა მოიწნიდა. ჰელოუინის ატმოსფერო პარკში ყველგან იგრძნობოდა. განათებები, მუსიკა, დეკორაციები, განსაკუთრებით შესამჩნევი კი ჰელოუინი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმაცია კოკოს კუთხეში იყო, სადაც ბევრი ფოტოც გადავიღე. ბავშვობაში მშობლებს მუშტაედის ბაღში დავყავდი, სადაც ჩემი საყვარელი ატრაქციონი ნაზად და სათუთად მოძრავი გედი იყო. თუ გახსოვთ ეს ატრაქციონი, დამიწერეთ კომენტარებში. ალბათ სწორედ ამიტომ მიყვარს მსგავსი ატრაქციონები დღემდე და რა თქმა უნდა, არც აქ შეუშინდებოდი რიგს. თუმცა წარმოდგენა არ მქონდა რიგი რას ნიშნავდა, მანამ საშინელებათა სახლში შესვლა არ გადავწყვიტეთ. ზუსტად 2 საათი ვიდექით ამ რიგში. პირველი 1 საათი იმის იმედით, რომ რიგი მალე გავიდოდა. მეორე კი უკვე იმ ლოგიკით, რომ ამდენი ლოდინი წყალში არ ჩაგვეყარა. Welcome, curious friends. It is so nice to have guests. ფიფქიასა და ჯეკ ბეღურას ნახვაც მოვასწარით, მანამ გაწვიმდებოდა. რიგები მთლად 2 საათიანი არა, მაგრამ საკმაოდ დამღლელი იყო ყველგან. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ რიგში დგომის თითოეული წუთი ღირდა, რადგან პატარავე იმ წუთებში უბედნიერესი იყო. წვიმის გადაღებას კაფეში ველოდით ჩვენს პირველ მაჩასთან ერთად, რომელიც ისეთივე ფოტოგენური აღმოჩნდა, როგორიც გემოზე იყო. გაგვიმართა და წვიმამ 1 საათში გადაიღო, რის გამოც საღამოს ყველაზე გრანდიოზული შოუ არ გადაიდო და რა თქმა უნდა დავესწარით. ლუვრი მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმია. ლიდერია როგორც საგამოფენო სივრცის მასშტაბებით, ასევე დამთვალიერებლების რაოდენობით. მას ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი სტუმრობს. შენობა განთავსებულია ძველ სამეფო სასახლეში, რომელიც მე-12 საუკუნიდან არსებობს. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ლუვრი ეროვნული მუზეუმი გახდა. მოგვიანებით თითქმის 200 წლის შემდეგ კი შესასვლელად დაიდგა მინის პირამიდა, რომლის დიზაინმაც დიდი დისკუსია გამოიწვია. თუმცა დღეს ის ლუვრის სავიზიტო ბარათად ითვლება.
მანამ ჩვენი შესვლის დრო მოახლოვდებოდა ტიულერის ბაღშიც გამოვისეირნეთ, რომელიც პირდაპირ ლურის წინაა და პარიზის ყველაზე ძველი კლასიკური ბაღია. ბაღში უამრავი სკამია და სავსეა ადგილობრივებითა და ტურისტებით. აქვე მდებარეობს კარუზელის ტრიუმფალური თაღი, პარიზის მეორე ტრიუმფალური თაღი, რომელიც დიდებულებით პირველს არაფრით ჩამოუვარდება და რომელიც ასევე ნაპოლეონის საპატივცემოდაა შექმნილი. თავარ შესასვლელთან რიგი საკმაოდ მოკლე იყო და სულ მალე მუზეუმში ვიყავით. ეს ალბათ იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარი ძარცვის გამო მუზეუმი ჯერ გარკვეული პერიოდი დაკეტილი იყო, გახსნის შემდეგ კი სამეფო ძვირფასეულობის განყოფილებაში მნახველები ისევ არ დაიშვებოდნენ. აი სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ჩვენი ვიზიტი და სამწუხაროდ ის განყოფილება საერთოდ ვერ მოვინახულეთ. თუმცა ის მცირე ნაწილიც, რისი მონახულებაც მოვასწარით, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა შთაბეჭდილებისთვის. მუზეუმში 6 განყოფილებაა, თითოეული მათგანი შესაბამისი თემატიკის ექსპონატებითაა დატვირთული და ყველა მათგანი უნიკალურ, ინდივიდუალურ ისტორიას ატარებს. აქ ნახავთ შუა საუკუნეების, რენესანსისა და თანამედროვე ეპოქის ქანდაკებებსა და ხელოვნების ნიმუშებს, აღმოსავლურ, ბერძნულ, ეტრუსკულ და რომაულ სიძველეებს, გრაფიკული ხელოვნებისა და ისლამური ხელოვნების სექციებს. ზოგადად ხელოვნების ძეგლების დათვალიერებისას უფრო მეტად ყოველთვის არქიტექტურა მაოცებს, ხოლო სახვითი ხელოვნებაში ფერწერაზე მეტად სკულპტურებთან ჩერდები ყოველთვის. კადრების თავის დაუნებურად სწორედ ასე გამოვიდა. მთელი მომდევნო დღე სირბილის დღე გამოდგა, რადგან ვერც ერთ იმ ადგილას ვერ შევედით, სადაც ბილეთები წინასწარ ნაყიდი არ გქონდა ადგილზე ყიდვის იმედით. ასე რომ, გაითვალისწინეთ თუ არ გინდათ ჩვენსავით მხოლოდ გარე ფასადების ტკბობა. თუმცა მოგზაურობისას ყველაფერს თავისი მუღამი აქვს. ჩვენ ამ ეტაპზე მონმარტრის გრანდიოზულობით მხოლოდ გარედან მოვიხილეთ და რადგანაც ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია, გადავხედეთ პარიზის ფართო და ამ რაღაცნაირად ნაცრისფერ პანორამულ ხედ, რომელიც რატომღაც არა პარიზულ, არამედ უფრო ბეტონის ჯუნგლების ასოციაციას მიქმნიდა. ასევე შორიდან დავტკბით ნოტრ-დამის სილამაზით და პარიზის ოპერით, ცნობილი როგორც ოპერა გარნიეს გრანდიოზული არქიტექტურით, რომელიც შიგნით კიდევ უფრო გრანდიოზულია, მაგრამ სამივე მათგანში უახლოესი რამდენიმე დღის ბილეთები სრულიად ამოყიდული იყო. პერლაშეზი ყველაზე ცნობილი და უდიდესი საზაფხულოა პარიზში. ესაა 54 ჰექტარზე გადაჭიმული ქალაქი ქალაქში. შესვლა უფასო და ჯობს შესვლისთანავე აიღოთ ტერიტორიის რუკა, სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდება თქვენთვის ნაცნობი სახელების პოვნა. ჯიმ მორისონი, ედით პიაფი, მარსელ პრუსტი, ონორე დე ბალზაკი, ოსკარ უაილდი, ფრედერიკ შოპენი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომლებმაც მსოფლიო კულტურა და უდიდესი კვალი დატოვეს და დღეს სწორედ აქ განისვენებენ. პარიზში ყოფნის ბოლო დღე სრულიად თავისუფალი გქონდა და დღე ლუქსემბურგის ბაღით დავიწყეთ, სადაც ადგილობრივები დაარბოდნენ ან ვარჯიშობდნენ. აქ ყოფნის პერიოდში ზოგადად იმდენი მორბენალი ვნახე, თანაც განურჩევლად ასაკისა, რაღაცნაირად შემშულდა ასეთი მასიური ჯანსაღი ცხოვრების წესის და იმის, რომ ადამიანებს არა გადარჩენისთვის ბრძოლა, არამედ ჯანსაღ ჩვევებზე ფიქრის საშუალება და ხალისი აქვთ. საღამოს ვესტუმრად გალერეა ლაფაიეტს, მესამე სართულზე მთავარი გუმბათის ქვეშ შუშის ხიდზეც გავიარე, სადაც სავაჭრო ცენტრის ხედი იშლება ხელისგულზე და ლამაზი ფოტოებიც გამოდის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვინახულოთ ეიფელი, სადაც ჩავიფიქრე, რომ ძალიან მალე დავბრუნდი ამ ქალაქში, რომელმაც მოლოდინების არარსებობის მიუხედავად მოახერხა თავის შეყვარება.